ჩვენ არაერთ საკითხზე მოგვიწევს ამ პროტესტის გარშემო საუბარი, მინდა დავიწყო ჩვენი დიალოგი იმით, თუ როგორ ხედავთ თქვენ რა ფაზაშია ახლა პროტესტი. საერთოდ პროტესტს ყოველთვის აქვს ფაზები, ის არ არის ასე ვთქვათ რაღაც ერთ სწორხაზოვანი არ არის, ხან აღმავალია, ხან დაღმავალი, მაგრამ აი ახლა ამ მომენტში სად ვიმყოფებით საზოგადოება და ხელისუფლების პოზიციები როგორია ასე? გეთანხმებით, ანუ ეს სწორხაზოვანი არაფერი არ არსებობს, ჩვენ არ ეს ხდება, შეიძლება რევოლუცია, რომ უცებ რაღაცა იფეთქებს, თუმცა იმასაც თავისი განვითარების სტადიები აქვს და არ ხდება ეს ერთბაშად და ერთი ხელის მოქნევით. ალბათ ნუ ყველაზე შეცდომა თუ არასწორი გზავნილები შეიძლება ეს ყოფილიყო, რა ეხლა ვასამარებთ და ორ დღეში დამთავრებულია და ეს რა თქმა უნდა ეს ესე არ არის და ამას დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა დაჭირდება. არ ვიცით, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ რა ფაზები იქნება კიდე 1-10 შეუძლებელია ვიცოდეთ. მით უმეტეს რომ აი თქვენ რაც შესავალში ბრძანეთ, მე ყველაფერში გეთანხმებით, ანუ ოცნებამ დაკარგა რეპუტაცია, აღარც ჭირდება. ეს ძალიან საშიში ფაზა არის მათთვის. ისინი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცნენ, სანქციების მთელი პაკეტებია გამზადებული და რეალურად ისინი უკვე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოქმედებენ. მთელი ეს მათი მოგონილი და შეთქმულების თეორიები დაწყებული ამ გლობალური ომის პარტიიდან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ შეთქმულების თეორიათა ისტორიაში ქართული ორიგინალური წვლილია, აი მაგითი აუცილებლად უკვე დაიმკვიდრა სახელი ირაკლი კობახიძემ, როგორც შეთქმულების ერთ-ერთმა საერთაშორისო თეორეტიკოსმა, ეგ უკვე ვიკიპედიებში თუ დავგუგლავთ, Global War Party, ირაკლი კობახიძის სახელი არის უკდავყოფილი უკვე შეიძლება ითქვას საერთაშორისო მასშტაბით. ეხლა Deep State ძალიან საინტერესო იყო ამ პირველი არხის პროპაგანდის წამყვანს უყურებდი საზოგადოებრივი მაუწყებლის და ისე გაიკვირვა როგორ Deep State არის ცით, ანუ ამ შემთხვევაში რა შეიძლება უპასუხო, რომ თუ მაგისი გჯერა მაშინ შესაბამის სპეციალისტს უნდა მიმართო, აი ასათიანის ქუჩაზე არსებობდა შესაბამისი დაწესებულება, რომელიც აღარ აგვაქვს, მაგრამ სხვაგან არის. იმიტომ რომ ეს არის ფსიქიკური დარღვევის გარკვეული, ნუ ამას პარანოია ეწოდება ფსიქიატრიაში, როდესაც გეჩვენება რაღაცა შეთქმულებები და რაც მთავარია, იცით, აი ამაზე მინდოდა გამამახვილები რა ყურადღება, რომ თავისთავად შეთქმულების თეორიები, აი ისევ ინტერნეტშიც რო დავძებნოთ ან ლექსიკონებში, ენციკლოპედიებში, პირველი ცნება, მთავარი ცნება არის Deep State. ანუ ფაქტობრივად გველაპარაკებიან უკვე ღიად გახსნილად შეთქმულების თეორიებით, ანუ ეს კოლექტიური პარანოიის შექმნა და ეს გადარჩა რეალურად საკუთარი თავის გასამართლებლად, ხო, რომ ჩვენ ვიმყოფებით რაღაცა ესეთ გლობალურ ბრძოლაში, შეთქმულებია ყველა ვინც გვაკრიტიკებს და ის რომ უკვე საერთაშორისო შანსი მათ აღიარების აღარ აქვთ, ეს მათ ძალიან კარგად იციან და უკვე ფაქტობრივად მთელი შურისძიების ფორმა მოდის თავად საქართველოს მოსახლეობაში. აი თქვენს ნათქვამს ამ საკითხზე მინდა გამოვახმაურო, არ ვიცი ახსოვს თუ არა საზოგადოება, შეიძლება ვიღაცას ახსოვს, გარკვეული პერიოდის წინ, შეიძლება სადღაც წელიწადნახევრის წინ პარლამენტში შეიტანეს წიგნები და დაარიგეს ერთი წიგნი, მრავალი, ასე ვთქვათ, ეგზემპლარი დაარიგეს. ეს არის ალ-ქოჩარის წიგნი. აი ამ თელია ეს შეთქმულების თეორია, რასაც ახლა პოლიტიკურ დონეზე ვხედავთ, იმ წიგნში ეწერა და ბევრს გაუკვირდა რომ და სასაცილოდ მოეჩვენათ, რომ ეს წიგნი რატომ შეიტანეს პარლამენტში და რატომ დაურიგეს დეპუტატებს. ეს მაშინ იყო განაცხადი იმისა, რომ რაც იქ წერია, ეს იქცეოდა რეალობა და ეს მართლა ასე მოხდა. გამაოგნებელი იყო წელიწადნახევრის წინ, მაგრამ ახლა აღარ არის გამაოგნებელი რეალობა. ახლა რაც შეეხება პროტესტს, ჩვენ ნახეთ მაგალითად დღეს თეატრი როგორ აპროტესტებს და ახალი თეატრი და სხვაებიც შეუერთდებიან. ხედავთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, თქვათ მედიის აქტიურობაზე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, პროფესიული ჯგუფები აქტიურობენ. მაგრამ აშკარაა, რომ საჭიროა პროტესტის გაფართოება.
არის ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც არ არის ასე აქტიურად პროტესტში ჩართული. აქვს თავის ყოველდღიური უმძიმესი პრობლემები. იყენებენ მათ წინააღმდეგ რეპრესიულ მანქანას. არ გულისხმობ მხოლოდ პროპაგანდას. სოციალურ, ფინანსურ საკითხებს იყენებენ, ხო? მიბმულია, ვთქვათ, რაღაცა სოციალური ჯგუფები ხელისუფლების კეთილნებაზე. თუ არა და შეუწყვეტენ დაფინა. აი, როგორ ფიქრობთ, ჩვენი საზოგადოების ეს ნაწილი როგორ შეიძლება გააქტიურდეს და რაზეა დამოკიდებული მისი გააქტიურება? იცით რა არის, აი ეს რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და ახალ გეგმებს ჩარხავენ, ეხა მაგალითად პრემიერ-მინისტრმა შექმნა საგანგებო რაღაცა ჯგუფი თუ კომისია საუნივერსიტეტო რეფორმის. ნუ ეს რეალურად არის უნივერსიტეტების დასჯის, განადგურების და რა თქმა უნდა, რისიც დიქტატურას ეშინია, მით უმეტეს ესეთი ტიპის კლეპტოკრატიულ რაღაცა ავტორიტარულ რეჟიმს განათლებული და კულტურული ხალხია. იმიტომ რომ მათ რეალურად არავინ ეგეთი არ ყავთ, ანუ პროპაგანდისტები. ყოფილი ფილოსოფოსი შეიძლება ან ყოფილი ფილოლოგი მათ გარემოცვაში, მაგრამ ეს ერთეულებია და გამონაკლისებია რა. და ძირითადად აკადემიური სპექტრი, გირო კულტურული სპექტრი მათ წინააღმდეგაა. აქ რა თქმა უნდა, აი თვითონ ეს აგენტების კანონი რეალურად ხო იყო პირდაპირი დარტყმა განათლებულ ფენაზე. აი ამ პატარა მცირერიცხოვან საშუალო ფენაზე კუდების მიბმით რომ ისინი ვიღაცას რაღაცაში ხელს უშლიან ქვეყანაში სადაც აბსოლუტური ძალაუფლება აქვს მართლ პარტიას ამდენი ხანია და რომც მოინდომო ვერაფერში ვერ შეუშლი ხელს მით უმეტეს NGO სექტორი იქნება თუ მედია თუ რა ვიცი აკადემიური სფერო აი ამ ეხა არის რომ ისინი იმდენად გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩააგდონ და ჩვენ ხო ვიცით არა რამდენი ზღაპრებიც არ უნდა გვითხრან რომ აი როგორ ვითარდება ქვეყანა ანუ ის რომ თვითონ დიდრდებიან კი უკეთესად არიან მისი ქონებაც დიქტატორის ქონებაც გაიზარდა ბოლო წლებში არა რეკორდულად გაიზარდა და ეს კიდე ოფიციალური მონაცემები ეს მთელი ოფშორები და შავი ფულებში კიდე რა ხდება კაცმა არის არა ანუ ეს არის მაქსიმალური ეკონომიკური წნეხის ქვეშ მოაქციო ადამიანები რომლებიც ან იძულებული არიან რომ გაიქცნენ ეს პანდემიამდე თქვა ივანიშვილი თუ არ ვცდები 2018 წელი იყო ორი ადამიანი და წადითო ამას გულისხმობ 2 მილიონი ადამიანი ზედმეტია ის უნდა წავიდეს აქედან და რა ხდება არა ის მიდის აგზავნის ფულს რომელიც ამათ ჯიბეებში მიდის რა აი ამათ გადაძვირებულ და ხელოვნურად გაბერელ ფასებში და აი ამ რაღაცა აი მართლა რაღაცა ცინიზმიც, აი საკუთარი იმდენად ცინიზმზე არიან გადასულები უკვე და იმდენად საზოგადოებრივი აზრი აღარ აინტერესებთ, ძალიან სიმპტომატური იყო ეს ხელფასების გაზრდა. 35 ლარი პენსიონერებს მოუმატე და 2.5-ჯერ გაიზარდო საკუთარი დეპუტატების ეგრეთ წოდებული. აქ ხომ მართლა მორალი აღარ არსებობს. არანაირი ქრისტიანობა აღარ არსებობს. რატო ეს ასე დეკლარირებულად? აი ეს საინტერესო თემა არის ეს ხელფასის ამბავი. აი ძალიან მე ათასობით გავიზრდი და შენ დაგმოგიგდებ ძვალს რაღაცა ძვალიც არ არის რეალურად გამოხრულ ძვალს გადაგიგდებ და თან ამ გაძვირებული ფასების ფონზე ხო ეს არაფერი არ არის საერთოდ მართლა დაცინვა ეს დაცინვა და შეურაცხყოფა ასეთი დემონსტრირება ამის რის მაჩვენებელი იყო აი არ ვიცი აი ძალიან რთული ასახსნელი ესე როგორც ჩანს რაღაცა ტიპის აღვირახსნილობა როდესაც სიამოვნებას განიჭებს ბოროტების კეთება აი მთელი ხელმძღვანელობა კოცების ეს არის და იგივე მათი გარემოცვა პროპაგანდისტები აქ მარტო ფულზეც არ არის ლაპარაკი ეს არის ივანიშვილმა ადამიანებს შეუქმნა პირობები რომ რაც კი ბოროტი საწყისი არის მათში რაც კი ამაზრზენი არის ამორალური არის გულის ამრევი არის ყველაფერი მაქსიმალურად რეალისტეს აი თუ კი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ეს არის პიერ პაოლო პაზოლინის სალო ანუ სოდომის 120 დღე ეს რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის სოდომია ჩვენთან მოაწყეს სოდომი და სოდომი იმ სიმბოლიკით თავის სიმბოლიკით სხვა შორის სოდომი ძველ აღთქმაში რო წავიკითხოთ ეს არის სწორედ ის რომ არის რაღაცა ჩვენ ენაზე რო თარგმნოთ ოლიგარქული ჯგუფები გაუმაძღარი ამპარტავანი ხალხი რომლებიც არაფრად აგდებენ გაჭირვებულებს ამაზე ისჯება სოდომი მერე მიება
1000 წლის შემდეგ მიება მას იქ თქვათ რაღაცა სექსუალური ასპექტი. პირველი იყო ეს ამპარტავნობა და გაუმაძღრობა და დაუნდობლობა თავისი თანამოქალაქის თუ ცხოვრების მეზობლის ეს რაღაც გაქვავებული გულები ხალხის მიმართ. აი პაზოლინის სალო მგონია და ანუ სოდომის ასოცი დღე პირდაპირ აღმნიშვნელი ამათ, იმიტომ რომ იქ არის მაქსიმალური სიამოვნება მიიღო ბოროტების კეთებით. აი რო უყურებ მე ამ ხელმძღვანელობას, მათ პროპაგანდისტებს, ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს, ამ ოჟონს გვეხსოვნება ჩვენ მაინც ერთი თაობა ვართ მეტნაკლებად. აი ეს სპეცდანიშნულები ჟურნალისტები ხედავთ რომ ეს ხალხი მარტო ფულზე არ არის, ეს არის მაქსიმალური სიამოვნების მიღება, ყველანაირი სიბინძურის, აი ბოლომდე ამოიღო საკუთარი თავიდან და სრული რეალიზება მოახდინოს. სხვა შორის სიმპტომატურია რომ სალო ეს ისტორიული ქალაქია და ისტორიული ფაქტია რა. უკვე მუსოლინის შემდეგ დარჩენილმა იტალიელმა ფაშისტებმა შექმნეს ეს რაღაცა მინიატურული სახელმწიფოსავით და ეს იყო მათი ბოლო დღეების დათვლა. რომ აი სანამ ჩაბარდებიან პატრონს მაქსიმალურად მოასწრონ ყველანაირი ბინძური ფანტაზია რაც კი მათ ქონიათ 100%-ით მოახდინონ ამისი რეალიზება. ამ ფაზაში არიან ახლა აი იმ გაგებით რომ სანამ ჩაბარდებიან. რამდენი ხანი გაგრძელდება ჩვენ ამის წინასწარმეტყველება არ შეგვიძლია ერთი პატარა ფაქტორის გამოც, რომელიც გადამწყვეტი მგონია ყველაფერ ამაში. ჩვენ იმდენად პატარა და უმნიშვნელო ქვეყანა ვართ, სამწუხაროდ ჩვენი ისტორიული ბედი ეს არის, რომ დამოკიდებული ვართ სხვადასხვა დიდი მეზობლების თამაშზე და როგორ გადანაწილდება იქ კარტები, ასე ვთქვათ, არა? და თუ ჩვენ გაგვიმართლა და კარგად გადალაგდა, აი როგორც ახლა ხვალ არის თუ ზეგარი ვარსკვლავების პლანეტების პარადი, აი ესეთ პარადში თუ აღმოჩნდით ჩვენ სასარგებლოში, მაშინ ბევრად სწრაფად დამთავრდება. თუ გაიჭიმა ეს პროცესი, კიდევ უფრო გახანგრძლივდება. თუმცა ბუნებრივია, როგორც არ უნდა იყოს, ყველა ვარიანტში საზოგადოებას უწევს ბრძოლა და მან ეს ბრძოლა უნდა გააგრძელოს. მე მინდა გკითხოთ აი ამ ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდზე, მე ვნახე თქვენი ვიდეო, სადაც საუბრობთ გაფიცვაზე, როგორც ძალიან ძლიერ ბერკეტზე და ეს ნამდვილად ასეა ყველა ქვეყანაში. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული პერიოდის წინ გაფიცვა კერძო სექტორში, როდესაც საზოგადოება რამდენიმე საათით გამოვიდა ქუჩაში, დადგა თავისი კომპანიების წინ, თავისი შენობების წინ. მაგრამ ეს არ არის ის საყოველთაო გაფიცვა, რაც შეიძლება ძალიან მძლავრ ბერკეტად იქცეს. ეს შეიძლება მოთელვა იყო ან არ ვიცი, პროტესტის რაღაც გარკვეული ფორმა. როგორ ფიქრობთ, იმ გაფიცვას რომელსაც შეუძლია რეალურად დააჩოქოს ხელისუფლება თუ კი სრული მექანიზმით ამოქმედა. რა სჭირდება თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, ყველანაირი გაფიცვა, რომელიც უკავშირდება მთელი პროფკავშირების ისტორიას და საერთოდ გაფიცვების ისტორიას, იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სოლიდარობა. სოლიდარობა არა მხოლოდ უბრალოდ მორალური, რომ აი შენ გვერდით მიხილე და გულით შენთან ვარ. არა, აქ არის მატერიალური ხელშეწყობა, იმიტომ რომ ის გაფიცული ხალხი, აი მე დღეს ვიყავი თეატრალების აქციაზე. გულის გამხეთქველია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ კი ვხედავთ და ესეთი მომხიბვლელია სილამაზე მათი და არტისტობა და ესა, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და გაჭირვებული ფენა საზოგადოების. ფაქტობრივად ისინი არაფრით თავისი შემოსავლით არათუ არ განსხვავდებიან სუპერმარკეტის მოლარეებისგან და დამხმარე აი დაქირავებული დაბალანაზღაურებადი მუშაკებისგან შეიძლება ჩამორჩებიან კიდევაც. ეს არის ისედაც კატასტროფული მდგომარეობა, ფაქტობრივად მათხოვრულ მდგომარეობაში იმყოფება. კი, აი ვინც არ იცის ბრწყინვალება და ეს მომხიბვლელობა სამსახურში, რამდენ გადაღებაზე, რამდენ სპექტაკლზე ერთდროულად საშინელი მოპყრობები მათ მიმართ, აი ამ სწორედ რაღაცა კერძო დამფინანსებლებისგან, რეკლამებით და ემეებით, არა? და ეხლა ისინი არიან ფაქტობრივად თვით განადგურების, აი წარმოვიდგინოთ, რომ კოლექტიური შიმშილობა იყოს გამოცხადებული სასიკვდილოდ თან. და მე ვფიქრობ, რომ მოსაფიქრებელია
ახალი ფორმები, იმიტომ რომ ეს სექტორი არ განადგურდეს. როდესაც თეატრები მოქმედებდა, მათ ძალიან ძლიერი გზავნილების გავრცელება შეეძლოთ. უამრავი ადამიანი მათ მოაქციეს, სწორედ იმით, რომ ატარებდნენ სპექტაკლებს. ყოველი სპექტაკლის ბოლოს იყო ეს ბანერებით გამოსვლა თუ განცხადებების გაკეთება და ძალიან ბევრი ნეიტრალური ადამიანი მათ მოაქციეს, დაარწმუნეს, აჩვენეს. აი სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვცნობთ სახეებზე, მსახიობებს, ჩვენ თაყვანს მათ ნიჭს, მათ ხელოვნებას და ავტორიტეტებად, ავტომატურად ავტორიტეტებად აღიქმებიან და ისინი, როდესაც ხედავთ სცენაზე, არადახურულ თეატრებში, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გადასახედი არის და ახალი პროტესტის ფორმებია აი სოლიდარობის ნაწილში, ხო? აი მსახიობი ამას აკეთებს, მსახიობი, ესე იგი მას ჩემგან თქვენგან, სხვისგან სჭირდება ხარდაჭერა, რომ მან ეს ბრძოლა გააგრძელოს და სჭირდება ხარში ამოდგომა, იმიტომ რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა თავისი შინაგანი რწმენი და სამოქალაქო პოზიციის გამო. საშინელი დარტყმები მიაყენეს სწორედ თეატრალს. კი, აი როგორ უნდა გაკეთდეს აი ამ სოლიდარობის ორგანიზება? ხო, კი, გეთანხმებით, აქვს დიდი ისტორია ამ ყველაფერს. სოლიდარობასაც და გაფიცვასაც, მაგრამ რაღაც კონტექსტიც არსებობს, ხო, ჩვენი ქვეყნის კონტექსტი ამ შემთხვევაში. ეს არის უნივერსალური, შეგვიძლია ის გამოცდილება გამოვიყენოთ რაც ჩვენი გამოცდილებაც გვაქვს ერთი საუკუნის წინანდელი შეიძლება და ამდენად უფრო მეტიც ბოლშევიკების გასაბჭოებამდელი პერიოდის, მაგრამ ფაქტია, რომ აუცილებელია ფინანსური დახმარება იმათვის, ვინც გაიფიცება. ეს არის მოვალეობა სწორედ ბიზნეს ფენის საქართველოსი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, იქ რამდენიმე მლიქვნელი, რომელიც კარის ოლიგარქები, მინი სათამაშო ოლიგარქები, რომლებიც ყავს და ამით სარგებლობას იღებენ, აი რადიო თავისუფლებაზე ვნახეთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოლიგარქი, ჩემი აზრით, არ ვიცი, დემაგოგიის მასტერკლასი ჩაგვიტარა. მე მგონი თვით დემაგოგიის გვირგვინოსან დაფნოსანი გვირგვინოსნებიც კი დაჭრდილა იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარე თუ პრემიერ-მინისტრი ახლოს ვერ მივიდოდნენ ამ მასტერკლასთან რომელიც რუხაძემ ჩაგვიტარა რადიო თავისუფლების ეთერში დემაგოგიის სიცრუის თვალთმაქცობის და რა ვიცი ყველანაირ ზღვარზე გადაფურთხების და ისე უმანკო სახით თან და რა იდეოლოგია მოდიოდა რომ თავარია ფული, თავარია რეიტინგში რომელ ადგილას ხარ და დანარჩენი მნიშვნელობა არ აქვს. სულ განავალს რო აფრქვევდე, ისიც მოსულა თუ კარგად იყიდება და თუ რეიტინგში მაღლა ხარ. აი ამ დონეზე რო დაიყვანეს მედია და სიმართლის ცნება გააქრეს, ისე როგორც სასამართლომ გააუქმა სამართლის ცნება. პროკურატურამ და სასამართლომ ჩვენთან ეს ცნება ქართულ ენაში, ქართული ენის ლექსიკონში გადასახედია. იმიტომ რაღაცა სხვა რაღაცა შეიქმნა. სასამართლო და სამართალი აღარ არის ერთმანეთთან კავშირში. ის დღევანდელი სასამართლოს მოცემულობით. მათი მოკლე ჭკუაც მგონია, იმიტომ რომ რაც არ უნდა შეპირდნენ იმებს მოსამართლეებს რომ დაგაწინაურებ თუ ფულებს მოგცემ თუ არა, ხო იციან რომ ეს ვერ იქნება მარადიული. აი სასამართლოზე ბარემ აქვე ვიტყვი და მე ეს არ გაგვექცეს ეს სოლიდარობის თემა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რადგან შეეხეთ სასამართლოს თემას, როდესაც რესტორანში ესენი კეიფობდნენ და გარედან მათ სოდომის ასოცი დღე. აი სოდომი, აი ეს არის აი ექსკრემენტების სცენა რო არის პაზოლინის ფილმში, აი ეს იყო. აი ეს იყო მართლა ეს დანტეს ჯოჯოხეთის საფეხურების მიხედვით ხო იქიდან გამოსული ერთ-ერთი მოსამართლე, როდესაც მანქანაში ჯდებოდა ესეთი გაბრაზებული იმის გამო რომ ჯერ ალბათ იმ რესტორანში მისვლა მოუწია და რამ სპექტაკლში მონაწილეობა და შემდეგ ხალხის რეაქციით გაბრაზებული ეუბნება აქციის მონაწილეებს რომ ყველანი დასაჭერი ხართ ახლა აქ ვინც ხართო და მთელი ამბავი ის არის რომ ვინც იქ დაიჭირეს ზუსტად იმ მოსამართლეებთან უნდა მიიყვანონ და მათ უნდა გაასამართლონ ანუ ისეთი აბსურდული ჯაჭვი იქნება რომ ამაზე რა ვიცი ჩვენს თავს რო არ ხდებოდეს სერიოზულად ლაპარაკი ეს არის მართლა დაგეგმილი ბოროტება იცით აი ყველაფერი არის აი რაღაცნაირად ივანიშვილი როგორც ჩანს მართლა დიდოსტატი არის ბოროტების და მთელი ის მისი ამალა აი რაღაცა კრისტალური ბოროტების მიღება რო უნდათ ის კი არა რომ შიგადაშიგ პატარ-პატარა რაღაცა სიქველე და სიკეთე წერიოს არა აი სუფთა სახის კრისტალი მიიღონ ბოროტების აბსოლუტური ბოროტება შექმნა და აი ამას აკეთებენ ეს ხო დაგეგმილი თამაში იყო ყველაფერი მუროსიძეს რო დაინახავ იქ და მთელი აი ეს სისტემა მაგრამ მათსავე მოკლე ჭკუაზე არის და საერთოდ ჩვენი
პრობლემა ყოველთვის ისტორიულად მგონია იყო ის, რომ შორს ხედვა გვიჭირდა. და გვეგონა რომ აი ახლა დღეს გავიხაროთ და ხვალ რა იქნება არ აქვს მნიშვნელობა და ხვალ მათ მოეკითხა. თუმცა აი ეს გამორიცხულია რომ დიახ, აი მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რაც უნდა შეიცვალოს აუცილებლად მე მგონია რომ რადგან ვართ რაღაც აი ამ ძალიან სახიფათო ისტორიულ მომენტში, ალბათ ბევრი რამ შეიცვლება თუ კი ამ რეჟიმის დამარცხება მოახერხა საზოგადოება. მოსამართლე შეიძლება ფიქრობდეს ასეთ რაღაცას. მე ყოველთვის მეპატია და ჩემი სამსახური დასჭირდა ყველას და დასჭირდება ალბათ სხვას. მე დარწმუნებული ვარ, მათი первელი შეთავაზება იქნება ის, რომ ისინი გაასამართლებენ, შესთავაზებენ ახალ ხელისუფლებას, ჩვენ გავასამართლებთ, ოღონდ ჩვენ არ შეგვეხოდა ივანიშვილს, ჩვენ გავასამართლებთ. ალბათ ეს იქნება მათი პირველი შეთავაზება. საჭიროა, რა ვიცი, დახურეთის განაჩენს გამოუტანენ. ალბათ ამიტომაც აქვთ ეს რაღაც შეიძლება ეს არის დანაშაული პოლიტიკური კლასის საქართველოში, რომ აი ესეთ ცდუნებაზე თუ ესეთ რაღაცაზე წავიდა და რაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობს იქიდან მოყოლებული, რომ გამოიყენა ბოროტება საკუთარი რაღაცა პოლიტიკური პროგრამის შესასრულებლად. არ შეიძლება ეს ანუ ჩვენ თუ სისტემა არ შევცვალეთ რადიკალურად და რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში სასამართლოთი უნდა დაიწყოს. ქვეყანაში სადაც სასამართლო არ არსებობს, არსებობს სამართლიანობა, არ არსებობს ყველაფერი მოჩვენებითი არის, ყველაფერი არის დანაშაულებრივი. უნდა დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებით და ისე მოხდეს ისეთი პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდეს საქართველოში, რომელიც შეუძლებელს გახდის მურუსიძეს, შეუძლებელს გახდის ივანიშვილს, შეუძლებელს გახდის პაპუაშვილს. რა ვიცი, აი მთელ აი ამ წყებას მავნებლების და ადამიანების, რომლებიც განცხრომაში არიან ბოროტების კეთებით. ჩვენ ამას დემონსტრატიულად გვიჩვენებენ. კალაძე გამოდის და ოღონდ აი რაღაცა ცუდი გააკეთებინა. არც ერთ პოლიტიკოს მე არ მახსენდება თვით რა ვიცი, აი ყველაზე ბინძური ტოტალიტარული სისტემებიც კი, დიქტატორებიც კი, რომლებიც სიხარულს ვერ მალავდნენ საჯაროდ სხვისი უბედურებით. ჩვენ მოგვეცა ქართულენში სიტყვაც კი არა გვაქვს ამის აღნიშნული, არის რუსული ზლარადასტნესი. ბოროტების სიხარული. ბოროტების სიხარული არ გვაქვს ქართულენაში. აი ამ ეს შექმნა ირაკლი კობახიძემ. საჯაროდ გამოდიოდა პირდაპირ ეთერში და უხარია და იცინი ხარხარებს და ვნებას განცხრომას ვერ მალავს რომ ვიღაცა სავატყოფოში მოხვდა, ვიღაცა დაშავებულია, ვიღაცას რაღაცა ჭირს, ვიღაცა ცუდად არის და უხარია ვერ მალავს, აი რაღაცა რა კაია ბოროტება, რა კაია ბოროტება. აი ეს არის მართლა რაღაცა წარმოუდგენელი აღვირახსნილობა და ზეიმი ბოროტების. მე მინდა რადგან შევეხეთ ამ თემას რუხაძეც ახსენეთ და რაღაც გამაოგნებელი უტიფრობის ეპიზოდები ეს არის რაღაცა აი მე მინდა შევეხო ერთ თემას, აი ეს გამოგონილი ლგბტ პროპაგანდა, რომელზეც სულ აპელირებს ხელისუფლება, ეს არის მისი პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი. მოდი ვნახოთ რა თქვა კობახიძემ და მერე ვნახოთ რუხაძის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება დღევანდელი კობახიძის განცხადება გავუშვათ. ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილი რამდენიმე დღეა ვერ პასუხობს კითხვას, რამდენი სქესი არსებობს, რას ნიშნავს თქვენი შეფასებით ეს? მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ძალიან უნდათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ იციან, რომ მათი პატრონები სწორ პასუხს ძალიან უარყოფითად შეაფასებენ. აი ეს კითხვა პასუხი აბსოლუტურად ხო, აი ნახეთ, ახლა ვნახოთ რუხაძეს, როდესაც უსვამენ, ანუ აი ამ მთელი პროპაგანდის გამტარს და შეიძლება ერთ-ერთ შემოქმედსაც უსვამენ შეკითხვას აი იმ ინტერვიუში რადიო თავისუფლებას. რატომ აღვივებს მისი არხი ბექასსავე კითხვა, მისი არხი თავისი შვილისნაირი ადამიანების მიმართ სიცხს. საუბარია თქვენ შვილზე, რომელიც ღიად ლესბოსელი ქალია და ცხოვრობს ქალთან ერთად. ჩემ შვილზე ავლაპარაკობ რა არის და როგორა, მე მყავს სამი შვილი, სამი ძალიან მიყვარს გენერალური ხალხი, ეს ანიშნავს მე და ჩემი შვილები ერთნაირად ვფიქრობთ ყველაფერზე და ხშირად მე რაღაცაზე ვკამათობთ. თუ გინდათ LGBT თემაზე ვილაპარაკოთ, მე ეგ თემა ნაკლებად მაწუხებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ნაძისებს აწუხებს და ამიტომ იმედის ამ თემას უყურებს. არ კითხავდით თქვენს ქალიშვილზე გეტყვით იმ შემთხვევაში რომ ის არ იყოს ღიად ლესბოსელი ქალი. ამაყი მამა ხართ თუ არა, ამაზეც არ მიპასუხებთ? დიპასუხებთ ძალიან ამაყი მამაა, გიძები ჩემ შვილებს ძალიან აი რა სიტყოდით აი ამ აბსოლუტ თქვენ ახსენეთ ეს სიტყვა თვალთმაქცობა, ხო? აქ ლაპარაკია იმაზე რომ სხვა უნდა მოატყუო
და უთხრა რომ ვიღაცას არ აქვს მაგალითად ბედნიერების უფლება და ის უნდა გაანადგურო და ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა რომ ეს თემაო აწუხებსო საზოგადოების ნაწილსო და ამიტომ აზის იმედი ამ თემასო აი ეს გამოვიდა პრაქტიკულად ამას ვყიდი თუ ახლა ჩვენ ამით ვიღაცას ვატყუებთ მაგრამ ეს მის ნაწილში არ შეიძლება ეს და სხვის შვილებზე შეიძლება რომ მათ განადგურება უსურვო და ამის შედეგებს ხედავთ ფიზიკურად უსწორდება. რა თქმა უნდა, იმედს თვითონაც არ უყურებს ხო, ეგეც გითხრა თვითონ CNN-ს და BBC-ს უყურებს და ეს სიბინძურე და ნაგავი უნდა უყურონ ქართველებმა. ამ სიბინძურეს უნდა უყურონ ქართველებმა. ანუ რა თქმა უნდა, ეს მათთვის ყველაფერი ნებადართულია. აბსოლუტურად ყველანაირი ნებადართულია შეიძლება რა ვიცი ერთსქესიანი ქორწინებებიც კონდეთ შიგნით პარტიის შიგნით მაგრამ რეალურად ხო ეს მათაც ბოდიში და ფეხებზე კიდიათ ეს ჭირდებათ შესაქმნელად ადამიანის აი რასაც უწოდებთ ბოლოს ხშირად გავრცელდა ეს ტერმინი დეჰუმანიზაცია ანუ ვიღაცა არ არის ადამიანი ვიღაცა არ არის არსება საერთოდ ცოცხალი არსება შეგიძლია გადაუარო მოსპო გაანადგურო ამის დეჰუმანიზაციას აწყობენ ესენი იმიტომ რომ სინამდვილეში მე ვიტყოდი რომ არანაირი ჰომოფობია არც ივანიშვილი არ არის არც კალაძე არ არის არც კობახიძე არ არის საერთოდ არანაღლებთ ძალიან კარგად იციან რომ არანაირი LGBT პროპაგანდა არ არსებობს ეს არის გამოგონილი აი მართლა ნეოფაშისტური რუსული ორიენტაციის ნეოფაშიზმი იმიტომ რომ გერმანიის ნეოფაშისტთა ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი ალის ვაიდელი არის ქალზე დაქორწინებული ღია ლესბოსელი ანუ ეს პრობლემა ევროპულ ნეოფაშიზმში ნაკლებად აქტუალური ან თითქმის საერთოდ არ არის აქტუალური რუსული პროპაგანდის აქტუალური არის ეს რუსეთი და მათი სატელიტები რუსეთში ზუსტად იგივე თვალთმაქცობით ხელდახვეული, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რომ ეს ჭირდებათ წმინდა სახის ბოროტების ჩასადებად. რომ აი ვიღაცები ამ ნიშნით, აი როგორც აგენტების კანონი, რომ ვიღაცას უწოდონ აგენტი და ჯაშუში და თავისი პროპაგანდისტების ახალი ის იყო სწორედ იმედიდან, რომ ჯაშუშები უნდა განადგურდნენ და დაშუშების გასამართლება დაიწყოს და ასე შემდეგ. სუფთა სახის 37 წლის პროპაგანდა, რაც უკვე აღარც მალავენ, აი მაგამდე მივიდნენ რა და ზუსტად ეგ ნიშანია, იმიტომ რომ არ არსებობს ოდენავ მეცნიერული თეორიაც კი, რომ პროპაგანდის არც ერთ ასაკში რაც მთავარია. ეს სრული სისულელეა. აი იმ შემთხვევაშიც კი ქვეყნების სადაც ბავშვის საყვანა აქვს, ერთსქესიან წყვილებს ბავშვის საყვანის უფლება აქვს, იმაზეც კი არ მოქმედებს. ეს სხვა მექანიზმები, ამათ უნდათ რაღაცა, აი რა პრიმიტივებიც მათი მედიის საშუალებით და რა მათი პროპაგანდა არის, როგორი პრიმიტიულიც აი ამ პრიმიტიულ დონეზე წარმოუდგენიათ რომ ბოროტებას ჩადის აი პირდაპირ თქვა ეს ეპიზოდი მაგას ნიშნავს მე თქვენ გატყუებთ რა ვიცი ტანსაცმლიანი ბოროტება მე მგონი ეგეთი არაფერი არ დადის ივანიშვილი არის ანგელოზი ამასთან შედარებით მე ესეთი უტიფრობა რა ვიცი ალბათ კობახიძის ადგილას შურით გავსკდებოდი იმიტომ რომ ახლოს ვერ მივა მისი დემაგოგია და უტიფრობა იმასთან აი რუხაძესთან ეს რა მონსტრი დაიარება ბატონ გიორგი აი ამ პრაქტიკულ საკითხებს მინდა კიდევ მიუბრუნდეთ თქვენ აი სოლიდარობის ნაწილში როდესაც ვაუბრობთ მსახიობს რომელიც ასეთ გაბედულ ნაბიჯებს დგამს და რომელსაც ძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს მსახიობები ძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან სულ რაც მახსოვს ამ ქვეყანაში ახლა განსაკუთრებით და პლუს აი მაგალითად შემოიღეს კანონი რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ეფექტი დაშინების საჯარო სამსახურებში ხო აი მე როდესაც ვტოვებ ადამიანს სრულად დაუცველს კანონის წინაშე სასამართლოს წინაშე აქედან გამომდინარე ადამიანს უნდა შეეშინდეს რომ გამათავისუფლებს ძალიან ადვილად ოღონდ იმ ადამიანს კი არა ვინც ამას ელოდება იმას უნდა შეეშინდეს ვინც ფიქრობს რომ შეიძლება მას არ შეეხოს ანუ სრულად დაუცველია საჯარო სექტორში არის არაერთი ადამიანი რომელიც მაინც დგამს ამ ნაბიჯს გადის აქციაზე და მას ეს სამსახურის ფასად უჯდება. მასაც სჭირდება მხარდაჭერა. რაღაცნაირად თუ კი ჯარიმებს უწერენ მოქალაქეებს და რაღაც გარკვეული ფონდები არის, საიდანაც ეხმარებიან,
ამ ნაწილშიც საჭიროა, ხო? ესეთ სოლიდარობის გამოვლენა, რამაც საბოლოო ჯამში პროტესტიც უნდა გაზარდოს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არ რჩება რეჟიმის წინაშე. აი, რას ფიქრობთ აი ამ ნაწილში, რა შეიძლება გაკეთდეს? აუცილებელია, ვერანაირი პროტესტი ვერ გაგრძელდება ელემენტარულად იმის გამო, რომ ადამიანები შეიძლება მართლა შიმშილობით დაიხოცონ რა და ჩამოენგრათ ყველანაირი აი ცხოვრება დაენგრათ, იმიტომ რომ უკვე შეუძლებლობის ზღვარზე მიდის. ეს უნდა გაიგოს თელმას იმ საზოგადოებამ და სწორედ შეძლებულმა ნაწილმა. რომ თუ არ დაეხმარებიან, თუ რაღაცა ფონდები არ ამუშავდება და ვერანაირი გაფიცვა ვერ ჩატარდება დახმარების გარეშე. ყველა გაფიცვას აქვს თავისი ფონდი. ისტორიულადაც ესე იყო და დღესაც ესეა. რომ გაიფიცა თქვა საფრანგეთში, რა ვიცი, მეტრო ან აეროპორტი იმათ ეხმარება პროფკავშირები, ორგანიზებულია, ჩვენ პროფკავშირები არ აქვს რაღაც ბანდიტი ზის იქ კორუმპირებული მამაძაღლი 20 წელია, უშველებთ 15000 თუ რაღაცა უშველებელ ფულს იჯიბავს და არანაირი პროფკავშირები არ არსებობს ჩვენთან, რა. ანუ საჭირო არის რეალურად ასეთი მექანიზმები. იცით, აი კიდე ამ სტერეოტიპისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდნენ, რომ აი რაღაცა საბჭოთა გადმონაშთი და სოციალისტობა და ისა. არა, ქვეყანა რომელიც არის სოციალური კატასტროფის წინაშე და ამ მდგომარეობაში ყოველი მეოთხე ბავშვი არის გაჭირვებული კი არა შიმშილის ზღვარზე, იქ საჭიროა სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. იმიტომ რომ მე ძალიან სკეპტიკური ვარ, კი, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, მაგრამ ახალ არჩევნებშიც თუ იგივე სისტემა შენარჩუნდა, ჯერ რომ შეიძლება ისევ манипуляციით და ყველაფრით საერთოდ არავის არანაირ დამკვირვებელს არ შემოუშვებენ და სემატყეპებს 10 მაქვს მოაწყობენ. ეხა ესე რომ მიუშვა რა, მაგრამ საჭირო არის სერიოზულად დაუყოვნებლივ გაჩნდეს დიდი ახალი პოლიტიკური ძალა, სოციალურად ორიენტირებული, რომელიც გაახმოვანებს აბსოლუტური მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ტკივილს და პრობლემას. იმიტომ რომ ჩვენ აი ეს 200,000 კაცი რუსთაველზე იკრიბებოდა მთელი დეკემბრის მანძილზე. არა მარტო იმიტომ რომ იქ ურტყავენ და სოლიდარობის პრინციპი არის. აი ის დაგროვილი ტკივილი, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან დიდი დოზებითაა, ეს არის პირველ რიგში სწორედ გაჭირვების, უსამართლო მოპყრობის, უსამართლო ძარცვის, ყლეფის ექსპლუატაციის შედეგი. და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ როგორც ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მე ეჭვება რომ რაღაცა გააცნობიერონ დიდად, მაგრამ აი ახალი ძალა შეიქმნას, რომელიც იქნება ორიენტირებული სწორედ აი ამ ჩაგვრის უსამართლობის და ძარცვა-გლეჯის ამ სივრცეს არ დაუტოვებს რეჟიმს. რა თქმა უნდა, ეს მითვისებულია. არ დაგვავიწყდეს რომ ისინი ადრე თავს სოციალისტებად, სოციალინტერნის წევრები იყვნენ. მე კობახიძემ გამოგვიცხადა რომ თურმე სოციალინტერმა უღალატა სოციალ-დემოკრატიულ იდეალებს და ხა ამათ ესენი გაემიჯნენ, იმიტომ რომ მე ახალ მე მოდის უკვე გლობალური ომი და მათი გარიცხვის განცხადება მაგ. ანუ ეს არის პოლიტიკური პროცესი უნდა შეიცვალოს და სხვა მიმართულებით წავიდეს და ეს იქნება ის ვისაც შეუძლია მოუგოს ჩაგვრის ძარცვა-ყლეფის ოლიგარქიულ სისტემას. ოლიგარქია უბედურება არის სწორედ იმიტომ, რომ ერთი მუჭა ხალხი იგდებს მთელ ეკონომიკურ რესურსებს და იგდებს სწორედ ხალხის და ქვეყნის მაქსიმალური ძარცვის მეშვეობით. აი ახლა, როდესაც 2005 ეს უნდა იყოს თავარი პოლიტიკური გზავრი. აი ახლა ბიზნესმა რა შეიძლება გააკეთოს და როგორ უნდა მოხდეს ამის ორგანიზება? ჩვენ ნახეთ, რომ სადღაც 2500-მა კომპანიამ ხელი მოაწერა აი თავის მანიფესტუმ მიმართვას, ხო? ანუ დადგა პროტესტის მხარეს თავისი პოზიციით. მაგრამ ეს რომ გადაითარგმნოს სწორედ იმაში, რასაც თქვენ ამბობთ, რომ აი ვიღაც გაუშვეს საჯარო სექტორიდან, არ ვტოვებთ მარტო. ვიღაც დააჯარიმეს, არ ვტოვებთ მარტო. ეგრე უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა. შესაძლებელია აი ამ რეალობაში ამის გაკეთება, როგორ ფიქრობ, რა სჭირდება, რომ ეს ბიზნესი პრაქტიკული თვალსაზრისით გააქტიურდეს და არა მხოლოდ პოზიცია გამოხატოს, ასე ვთქვათ. კი, აქ ყველას ერთ ქვაბში ვერ მოხარშავთ, ვიღაცები მართლა აკეთებენ ამას, მაგრამ თვითონ 2500 ლაპარაკი შეიძლება ძალიან დიდი რესურსის მობილიზაცია. აი ძალიან დიდი რესურსი არის და უნდა იყო პირველი რაღაცა ნაბიჯებიც გადაიდგა, რომ აი დახმარების ფონდი სწორედ აი დაშავებული და დაზარალებული ხალხისათვის. და აი ამ ჯარიმების აღება საკუთარ თავზე და ადრე თუ გვიან იმას და შეიძლება ითქვას რომ დაბრუნდება კიდევაც, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს არის ყველაფერი უკანონო გადაწყვეტილებები, ეს არის უბრალოდ დაყაჩაღებები, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს აი ამ ვითომ სასამართლოების მეშვეობით
და აი ადამიანები, რომლებიც იგივე ეს პოლიციელები, რომლებიც აი ცრუ მოწმეებად დგებიან. ხა იმიტომ მოსამართლეზე და მის მორალზე არ მაქვს საქმე. არა, წინასწარ არის მიღებული ყველა გადაწყვეტილება, არა განაჩენი. სანამ საქმის განხილვას დაიწყებენ, განაჩენები წინ უკვე უდევთ მაგიდაზე, რა. მაგრამ აი ნუ ეხლა მართლა მორალი დავინახეთ, რომ აღარ არსებობს, მაგრამ აი იმ ხალხს, ვისაც აღარ უნდა ესე ცხოვრება. არ უნდა და ხედავენ რომ ეს არის რაღაცა ჯოჯოხეთი. საქართველოში იქმნება ოფიციალური ჯოჯოხეთი სახელად ივანიშვილი და მისი პირადი ოცნება. ხო, აი თუ გვინდა რომ ესე არ იყოს, პირველ რიგში ვისაც მეტი აქვს საშუალება ეკონომიური, ის უნდა ჩაიყოს ჯიბეში ხელი და უხვად ამოიღოს. უხვად კონკრეტული მიზნებისთვის ეს არ არის რომ აი რაღაც აფრქვიო და ქუჩაში ყარო, აი დააჯარიმეს ვიღაცა, გაძარცვეს ან უნდა გაიფიცოს არა რომ მას დაეხმარო. თუ ამას აქ არ არის ფუფუნებაზე და რა ვიცი მუსტანგების ჩუქებაზე და რაღაცებზე რა. აქ არის აი ხელი გადაარჩინო ფიზიკურად ის ადამიანი. ჩვენი საუბრის მიწურულს არ შემიძლია არ შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან და დიდ სეგმენტს, ეს არის ახალგაზრდობა, სტუდენტობა უფრო კონკრეტულად, რომელიც აქტიურია, მაგრამ როგორ ფიქრობთ და როგორ ატყობთ, არის ეს იმ მასშტაბის, რაც საყოველთაო შეგვიძლია რასაც ვუწოდოთ სტუდენტობაში, თუ აქაც არის იმგვარი პრობლემები, სადაც ხელისუფლებას, ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს ბერკეტები, რომ სტუდენტების რაღაც ნაწილი ვერ მივიდეს აქციებზე. მე არ ვიცი, აი რამდენად შეიძლება ეს თვითონ ხელისუფლების ბერკეტებთან იყოს დაკავშირებული, ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ თვითონ სტუდენტების ცხოვრებაში, მათ პრობლემებში, მათ დაუგდოს ვიღაცა მყური და გავიგოთ რა აწუხებთ, რა უჭირთ. იმიტომ რომ მე როგორც ლექტორს შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს სტუდენტებს. ჩვენ მართლა იმაში რაღაცა სათბურის პირობებში გავატარეთ სტუდენტობა იმითი, რომ რაღაცა სტიპენდია არსებობდა და ნუ მაქსიმალური შეღავათები არსებობდა და იმ სტიპენდიით მართლა შემეძლო მე არსება იმ 50 მანეთით თუ რაღაცით მართლა ვარსებობდი ისე რომ არასდროს კაპიკი არ გამომირთმევია მშობლებისთვის. მაგრამ აი რაზე მაქვს ლაპარაკი, რომ იმდენად მძიმეა მათი ცხოვრება და იმდენად დაბალანაზღაურებადი სამსახურები აქვთ. იგივე შეიძლება ითქვას ამ კერძო უნივერსიტეტებზე. შეღავათები არის საჭირო. არ შეიძლება ესეთი გაბერილი გადასახადები ქონდეთ. სახელმწიფო უნივერსიტეტების გადასახადის გადახდა უჭირს სტუდენტებს. ანუ აუცილებელია მათ სოციალურ მდგომარეობაზე ვიფიქროთ და მერე დავსვათ ის კითხვა, რომ აი რატო არიან ინერტულები. არ არიან ინერტულები. ძალიან კარგად აქვს ყველას. მე ხოცი სტუდენტი არ მინახავს ეგეთი. არ არსებობს ბუნებაში. თუ ის არ არის ისევ და ისევ რაღაც კარიერისტული მიზნით ან არ არის რაღაც სოციალური წრეზე მიმული, რასაც ქვია ეს ერთი მუჭა ხელისუფლების. აი უფრო ფიქრობ რომ რაღაცა კარიერისტული გათვლებით, რომ აი ხა მოდი აური იქ რაღაცეებში იყავი და ნუ ეს წინა ხელისუფლებაც ამას აკეთებდა და ესენიც ამას აკეთებენ. რომ კაი და მათი პირველ სახე არის კომკავშირია რა, იყავი ნაძირალა და გაიკეთებ კარიერას. აი ეგ არის გამონაკლისები, მაგრამ გულწრფელად სწორედ ახალგაზრდამ იცის ეს სხვა თაობაა, ინტერნეტის თაობა არის. აღარ ჭირდება მას ამ პროპაგანდაზეც ეცინება და ბევრად მეტი წვდომა აქვს ინფორმაციაზე. და საკმაოდ გაბედულებიც არის, მაგრამ ხაზის ბოდვებზე და მისი სიბინძურის მანქანით არიკვებებია. აქტიურები და გაბედულებიც არის, მაგრამ მაინც იქ მივდივართ. როდესაც სტუდენტს დააკისრებ რამდენიმე ათასიან ჯარიმას სასამართლოს ხელით, იმისთვის ეს ძალიან მძიმეა, ამიტომ მას სჭირდება ამ ნაწილშიც მხარდაჭერა. აუცილებელია და თუ არ იქნა და არ იქნა გააზრებული რა უჭირს სტუდენტს, იმიტომ რომ ვიცით თქვა ლექტორებმა რა უჭირთ. ჩვენ მართლა რაღაცა აი თაობას ელემენტარულად სწავლის დრო არ რჩებათ. კი განიანის რომ არ უნდათ. ფიზიკურად აღარ შეუძლიათ ხოლმე, აი ამიტომ საღამოთი გვაქვს ლექციები. და ისეთი დაღლილები მოდიან რომ ეძინებენ. მე ვიცი ანუ როგორ უნდა მოვთხოვო მას რომ აი უსამართლო რატო არ გაქვს მომზადებული კარგად. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი.